Naționalul მოძრაობას მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს სამართლიანობაზე ან უსამართლობაზე, იმიტომ რომ მთავარი პროკურორი ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს სერიოზულ თანამდებობებზე მუშაობდა. მაშინ მისი წარსულით ნაციონალური მოძრაობა არ დაინტერესებულა, თუმცა ეს არავის აძლევს იმის საფუძველს, რომ დღეს არსებულ ფაქტზე და არსებულ რეალობაზე თვალი დავხუჭოთ. ქართული ოცნება ნაცვლად იმისა, რომ შეშფოთებული იყოს და სასწრაფო წესით არ ყვევდეს რეალობას, დღეს დაკავებულია იმით, რომ როგორმე გამართლება მოუძებნოს საქართველოს მთავარი პროკურორის მუშაობას, ასეთი რამ ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ გაუბედავს, მით უმეტეს ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის შემდეგ. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ უტიფრობაში, უპასუხისმგებლობაში ძალიან მალე გაასწრო ნაციონალურ მოძრაობას, აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეჯამებას დღეს სწორედ ნინო ბურჯანაძე დავიწყეთ, მე მას მივესალმები. საღამო მშვიდობის ქალბატონო ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა ერთგვარად შევაჯამოთ ერთი წელი პოლიტიკური წელი, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება და რა თქმა უნდა დავიწყებ იმ სკანდალით, რომელზეც კომენტარი ამ წუთას გავაცანით თქვენი მაყურებელს. როგორი არის თქვენი შეფასება დღეს უკვე, როდესაც მთავარმა პროკურორმა თავისი განმარტებები გააკეთა და რატომ თქვით, რომ უტიფრობაში გადაჭარბა ლამის ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობას? დიდი მადლობა მოწვევისათვის. უპირველეს ყოვლისა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც დღეს გათენდა შობის ბრწყინვალე დღესასწაული, მივულოცო შობა და ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო უსურვო, ასევე მინდა ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსახსრების წლისთავი და კიდევ მრავალი ვთქვათ წელი ვუსურვო, რომ იყოს ერის და ქვეყნის სამსახურში ის ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. რაც შეეხება იმ სკანდალს მართლაც, რომელიც იყო, მე ერთმნიშვნელოვნად გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალობა სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ბატონი მთავარი პროკურორი ახალგაზრდობაში შეეკამათა პოლიციელს უსამართლო ბრალდების გამო, როგორც ის ამბობს, თუ ის იყო, ვთქვათ, ბრალდებული ყაჩაღობით ქურდობაში. იცით, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა გააქარწყლებულია თუ არა ნასამართლობა, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს შეიძლება შეცდომა, თუნდაც ძალიან მძიმე შეცდომა დაემართოს, ყველა ადამიანს აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ ყველაზე მძიმე შეცდომა და დანაშაულიც კი გამოისყიდოს ხალხის და ღვთის წინაშე, მაგრამ არსებობს თანამდებობები, რომელზეც ადამიანმა არც კი უნდა იფიქროს, თუ მას წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი. და ასეთი თანამდებობა არის სწორედ მთავარი პროკურორის თანამდებობა. ამიტომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ეს ერთი პრობლემა არის, ინგა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის სხვა. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ დღეს ვართ იმის მოწმენი, რომ ნაციონალური მოძრაობა მუდმივად გვთავაზობს დღის წესრიგს. ნაციონალური მოძრაობა განსაზღვრავს ქვეყნის ცხოვრების დღის წესრიგს და შემდეგ, ესე იგი, ქართული ოცნება არის ნაციონალურ მოძრაობაზე პასუხების გაცემით დაკავებული. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში მიდიოდეს სერიოზული პოლიტიკური პროცესები. ქვეყანაში, სადაც არის საბიუჯეტო პრობლემები, სადაც მძიმე მდგომარეობაში ეკონომიკა არის, სადაც ჩვენ ყოველდღიურად სახელმწიფო გვიპატარავდება, იმიტომ რომ გვივლებენ დამატებით საზღვრებს, სადაც ჩვენ მართლაც უამრავი, ესე ვთქვათ, თავის ტკივილი გვაქვს, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება დაკავებული იყოს ამ პრობლემების მოგვარებით, საზოგადოებას თავაზობდეს ამ პრობლემების მოგვარების დღის წესრიგს, ჩვენ ხედავთ, რომ ისე გააცოცხლა ქართული ოცნების უუნარობამ და არაკომპეტენტურობამ, რომ არა ვთქვა რაიმე სხვა ნაციონალური მოძრაობა, რომ მუდმივად ნაციონალური მოძრაობა არის ის ძალა, რომელიც წარმართავს ქვეყანაში პროცესებს. ქართული ოცნება მიჩანჩალებს კუდში, საუკეთესო შემთხვევაში პასუხს გაცემენ და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში პასუხის გაცემასაც კი ვერ ახერხებენ და მათი პასუხები არის ძალიან, ესე ვთქვათ, უსუსური და სამარცხვინო. რაც შეეხება რატომ ვთქვი მე, რომ ქართულმა ოცნებამ გაასწრო ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო გასაოცარი იყო კიდევ ის რეაქცია და მიუღებელი, რომელიც ქართულ ოცნებას ჰქონდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურორის ფაქტთან დაკავშირებით, ვიდრე თავად ეს განცხადება, იმიტომ რომ განცხადება მე ჯერ არ ვიცი და არ ვიცოდი იქნებოდა თუ არა დადასტურებული, მაგრამ ქართული ოცნების პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადება, რომლებმაც ქებადიდება დაუწყეს პროკურორს, იმის ახსნა კი არ დაიწყეს, ეს შეესაბამებოდა სინამდვილეს თუ არა. არამედ დაუწყეს ქებადიდება პროკურორს და აპრიორი განაცხადეს, რომ ის გააგრძელებდა მუშაობას და უფრო მეტიც ბატონმა კალაძემ პირდაპირ მაგალითი მოიყვანა, რომ თურმე ბატონ მთავარ პროკურორს სააკაშვილისგან ორდენი ქონია მიღებული სააკაშვილის პროკურატურაში
კარგად მუშაობისათვის, ეს ადეიშვილის და სააკაშვილის პროკურატურაა, რომელზეც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო რეპრესიული ორგანო. მე არ მგონია, რომ ეს ძალიან, ასე ვთქვათ, სასიხარულო ფაქტია, რომ ბატონ ფერცხალაძეს მიღებული აქვს ორდენი ადეიშვილის პროკურორობის დროს პროკურატურაში მუშაობისათვის. და საინტერესოა სხვათა შორის. კონკრეტულად რომელი დავალების შესრულებისთვის აქვს მას მიღებული ეს ჯილდო, იმიტომ რომ პროკურატურა მაშინ ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა და პოლიტიკური ორგანო იყო. ამიტომ ესეთი, ასე ვთქვათ, შეხმატკბილებული პოზიცია ქართული ოცნების მხრიდან აჩვენებს იმას, რომ ეს არის ის ერთობა, სადაც ერთი ხმით ლაპარაკობს აბსოლუტურად ყველა, რაც ნამდვილად არ იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის შემდეგ. ვინ არის ის ერთი, ვისი ხმითაც თქვენ ამბობთ, რომ ლაპარაკობს ქართული ოცნება? ეს არის ბიძინა ივანიშვილი თუ ეს არის უკვე ირაკლი ღარიბაშვილი? არა, მე გამიჭირდება ახლა ამის კონკრეტულად, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ჯერ კიდევ არის დიდწილად ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციები ესე მოდის. ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ ქალბატონ ნინო, იგივე ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ბოლო დღეების მთელი მთავარი თემები, სკანდალები, დაჭერები, დაპატიმრებები, დაკითხვა, მიყვანა პროკურატურაში, გამოშვება, გირაო, მთელი ეს კონტექსტი უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის თქმით პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას. როგორ აფასებთ თქვენ აი ამ გახშირებულ დაბარებებს პროკურატურაში, თქვენს მიერ პროცესის შეფასება? იცით რა შეა საქმე, ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად არ აქვს არანაირი მორალური უფლება პოლიტიკურ რეპრესიებზე და პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკოს. თუ ვინმე ახორციელებდა ამ ქვეყანაში ჩვენ სამშობლოში პოლიტიკურ რეპრესიებს და დევნას, ეს იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობა. პოლიტიკური რეპრესია ვერ იქნება, ესე ვთქვათ, დავა, რომელიც ეხება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს. პოლიტიკური რეპრესია ვერ იქნება გამოძიება, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, ადამიანების ცემას, უკანონო დაპატიმრებას, ქონების წართმევას და ასე შემდეგ. მაგრამ ამ განცხადებების საფუძველი ქართულმა ოცნებამ მისცა ნაციონალურ მოძრაობას. იმ არაკომპეტენტურობას თუნდაც როგორც მიდის პოლიტიკური პროცესი და როგორც მიდის სამართლებრივი პროცესი. უგულავა ეხლა არ უნდა იყოს გარეთ. მე არავის არ უსურვებ მით უმეტეს შობის წინადღეებში ციხეში ყოფნას ნამდვილად, მაგრამ თუ სამართალზე ვლაპარაკობთ, უნდა მოეხერხებინა პროკურატურას, რომ დაედო ისეთი კომპეტენტური მასალები, როგორც ბატონი უგულავას, ასევე ბატონი მერაბიშვილის, ასევე ძალიან ბევრი სხვა ადამიანის მიმართ, რომლებიც დღეს ხმამაღლა და ბევრს ლაპარაკობენ მართლა უტიფრად, უნდა დაედოთ კომპეტენტური მასალები, რომელიც არ მისცემდა არავის საშუალებას, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ პოლიტიკურ დევნაზე ელაპარაკათ. როდესაც ადამიანს ედავებიან 48 მილიონს და 50,000-იანი გირაოთი გამოუშვებენ და როდესაც მას ელემენტარულად ვერ უდებენ რეალურად მასალას, რომელიც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების უფლებას მისცემს, აქ რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, ლაპარაკია ან იმაზე, რომ ქართული ოცნება არის შეკრული ნაციონალურ მოძრაობასთან და ყველა ამ უსუსური ნაბიჯებით ცდილობს, რომ გაათეთროს მაქსიმალურად ნაციონალური მოძრაობა, ამ ფაქტის მოწმენი ჩვენ ვართ ნამდვილად, ან ეს არის მართლაც უკიდურესად დიდი არაპროფესიონალიზმი. თუნდაც ის ფაქტი, რაც მოხდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება ეს ფაქტი დღემდე არ იყოს გამოძიებული? მე მაგალითად მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არ მჯერა ნაციონალური მოძრაობის და ვანო მერაბიშვილის, ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეჭვობ, რომ ვანო მერაბიშვილია მართალი. და ეს ეჭვი მოიხსნას ქალბატონო ინგა, ძალიან მარტივია, უნდა გახსნილიყო ის კამერები, რომელზეც შეიძლება ყოფილიყო აღბეჭდილი ის ფაქტი, რომელზეც მერაბიშვილი საუბრობს. ორი ვერსია თუ შეიძლება აქვე შეგაწყვეტინებ და იგივე თემა რომ განაგრძოთ. ერთი ნომერი, რაზეც საუბრობს ვანო მერაბიშვილი, რომ იგი გაიყვანეს თავზე გადაფარებული და შეახვედრეს სპეციალურად ფარცხალაძეს კიდევ ვიღაც სხვასთან ერთად და როგორც ნაციონალები თავარი ერთ-ერთი მესიჯი არის აკაჩავეს ამბობენ ნაციონალები. მეორე არის რომ თავად ვანო მერაბიშვილმა ნაციონალებმა მაგ ტერმინის მნიშვნელობა კარგად იციან. კი, ხო? მე მგონი. ეს და მეორე არის ერთ-ერთი ვერსია ასევე ქალბატონ ნინო, რომ ეს უკვე არის ოპონენტების განცხადებებიდან გამომდინარე ეს ვერსია, რომ ვანო მერაბიშვილმა თავად მოითხოვა შეხვედრა მთავარ პროკურორთან და იგი წამოეგო. აი თქვენი ვარაუდით, როცა ამბობთ რომ ჯერაო, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ვერსია მართალი თუ მეორე ვერსია, ეს ლაპარაკობს ქართული ოცნების უსუსურობაზე და არაკომპეტენტურობაზე. თუ წამოეგო, ესე ვთქვათ, თავარი პროკურორი ამას, როგორც იტყვიან, ვაი და თუ არ წამოეგო და თავად გააკეთა ეს, არანაკლები უბედურება. ანუ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე, როდესაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებაში მოსულ ძალას, რომლის მიმართაც ამდენი იმედები ქონდა საზოგადოებას, ჩემი და თქვენი ჩათვლით,
და ძალას, რომელიც არის უკიდურესად გაუბედავი, არაკომპეტენტური, უსუსური და ხედავთ მეორე ძალას, რომელიც უნდა მოშორებოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკით, მაგრამ ამ უსუსურობიდან გამომდინარე ეს ძალა იმკვიდრებს თავის ადგილს. მე ნამდვილად არ მინდა 100,000-ობით საქართველოს 100,000-ობით მოქალაქეს ამ ახალი წლის წინ განწყობა გავუფუჭო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა ქალბატონო ინგა ნაციონალური მოძრაობა მართლა იმაზე მალე მობრუნდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მე და ჩემი პოლიტიკური ძალა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს უმსგავსო გარიგება ალბათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე უსუსური იყოს პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხმა ამხელანდობა მისცა, როგორც ეს ქართული ოცნების შემთხვევაში იყო, ეს უსუსური გარიგება და ცინიკური გარიგება, როდესაც ხელოვნურად ცდილობენ შექმნან ორი პოლუსი, ორი ესე ვთქვათ პარტია ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს არ დაუშვათ, იმიტომ რომ ასეთი ორპოლუსიანობის შემთხვევაში გარწმუნებთ ნაციონალური მოძრაობა ძალიან დამაჯერებლად მოუგებს ძალიან მალე ქართულ ოცნებას და ისე შეჭამს და გადაყლაპავს ქართულ ოცნებას, რომ ქართული ოცნება შეიძლება ანუ თქვენ რეალურად ხედავთ ამ საფრთხეს, რომ შესაძლებელია აი ამ პოლიტიკის ფონზე ერთ დღეს დაუშვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა ისე ვიხილოთ, მობრუნებული. არა, მობრუნებული არსად არ წასულა ნაციონალური მოძრაობა ქალბატონო ინგა. ნაციონალური მოძრაობა უნდა წასულიყო ყველანაირი პოლიტიკური ლოგიკით 1 ოქტომბრიდან გამომდინარე, მაგრამ კოჰაბიტაციამ, უსუსურობამ, უნარობამ, არაკომპეტენტურობამ, წილების გადაფორმებამ, სახელისუფლებო მანტიის კარგად მორგებამ და სავარძლებში ძალიან ესე ვთქვათ კომფორტულად ჩაჯდომამ ქართული ოცნების მხრიდან განაპირობა ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დარჩა ხელისუფლებაში. წილების გადაფორმებამ დისგან რაზე საუბრობთ? ჩვენივრად იყოფენ ერთმანეთში წილებს. პროკურატურა ალბათ დაინტერესდება თუ რა თქმა უნდა პროკურორთან დაკავშირებული სკანდალი გაირკვევა, იმიტომ რომ მე დღეს არ გავაკეთებდი მთავარი პროკურორის ადგილზე ასეთ მკვეთრ განცხადებას, რომ არსაწასვლას არ ვაპირებო. მე მის ადგილზე ჯერ დავდებდი ყველანაირ მასალას, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა და მხოლოდ შემდეგ ვილაპარაკებდი წასვლა არ წასვლაზე, იმიტომ რომ გარწმუნებთ, რომ მორალური ძალა ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია პროკურორისათვის, რომელმაც ადამიანებს პრაქტიკულად განაჩენი უნდა გამოუტანოს. ნუ ყოველ შემთხვევაში განაჩენამდე მიიყვანოს. და ადამიანი თუ მას ექნება, ასე ვთქვათ, ჩრდილი იმისა, რომ ის ყაჩაღობით ქურდობისათვის იყო ნასამართლები, ნამდვილად ვერ იქნება, ასე ვთქვათ, სამართლიანი გამშელი. მე ისევ მინდა თქვენს მიერ ნათქვამს, რა თქმა უნდა, ისევ მიუბრუნდე, ესე ვერ გავატარებ წილების გადაფორმების და გადანაწილების თემას. ანუ თქვენ გააქვთ რაიმე რეალური ინფორმაცია იმის შესახებ, მე დაკონკრეტებას არ მოგთხოვთ, თუ ეს თქვენი სურვილი არ იქნება, მაგრამ ფლობთ თქვენ რეალურად ისეთ ინფორმაციას, რომ ის წილები, რაც დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის ხელში იყო შეიარაღებელი თვალით. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს შეიარაღებული თვალით ჩანს და გარდა ამისა არსებობს ინფორმაციები, მათ შორის სხვათა შორის იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინა ინფორმაციები აღნიშნულთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება რეალურად თუ მართლა დაინტერესებულია რაღაცა, ესე ვთქვათ, ზედა ეშელონი და მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს დაინტერესებული და არის ალბათ დაინტერესებული იმით, რომ ამის გარკვევა მოხდეს, ადვილად გაარკვევს სიმართლეს. ეს ყველაფერი რეალურად დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ვილნიუსის სამიტს და უკვე მერის კანდიდატის დასახელებას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ანუ რეალურად მოხდა რა ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და დაიწყო ეს დაკითხვები, დაპატიმრებები, დაჭერები და ასე შემდეგ. თავად გიგი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა ამბობენ, რომ უკავშირდება მთელი ეს რეპრესიები, როგორც ისინი უწოდებენ, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც უკვე გამოკვეთილია ორი ფიგურა. ამ სტუდიაში თავად განაცხადა გიგი უგულავამ, რომ მას აქვს პრეტენზია და გადაწყვეტილი აქვს, რომ უნდა მიიღოს კიდევ ერთხელ მონაწილეობა მერის არჩევნებში. ვიცით, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანატოვარი, დაუშვათ სურვილი და დასახელებული კანდიდატი ბატონი დავით ნარმანია. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის ახალი პრემიერის პოლიტიკა, რომ სამართლიანობის აღდგენა გახდეს ნომერ 1 პრიორიტეტი, თუ ეს არის მართლა ბრძოლა არჩევნებისთვის? იცით რა, მე ჯერ გამიჭირდება ამაზე კონკრეტულად თქვა, თუმცა ეს ნაწილობრივ გავს ყურადღების გადატანას მთავარი პრობლემებისაგან, რაც ქვეყანაში არსებობს. რატომ ვამბობ ამას? ინგა, ისე ვუბრუნდები არაკომპეტენტურობას. რომ იყოს
წარდგენილი ბატონი უგულავასათვის და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებისათვის მყარი კომპეტენტურად შედგენილი ბრალი, რომელსაც ვერც ერთი მოსამართლე ვერ წაუვა და ვერც ერთი უცხოელი ვერ დაარქმევს ამას პოლიტიკურ დევნას. ასეთ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ეს არის ნამდვილად სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი. მაგრამ როდესაც ეს არ ხდება, როდესაც მართლა თამაშია, გაუშვებენ, დაიჭერენ, მე ისევ დაიჭერენ, მე ალბათ ისევ ვიღაცას გაუშვებენ, ხან ჟვანიას საქმით ხდება მუდმივი აპელირება და რა გახდა ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება თვეების განმავლობაში ჩვენ გვესმის. დაახლოებით 6 თვის წინ მოვისმინეთ ჩვენ ინფორმაცია წინა პროკურორის მხრიდან, რომ ბატონი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე არის გახსნილი და რომ საზოგადოება უახლოეს ხანებში ამას გაიგებს. ან გენერალური მთავარი პროკურორი ტყუოდა მაშინ და თუ ტყუოდა რა უფლები ტყუოდა, ან მართლაც ესე ვთქვათ ეს არის რაღაცა პოლიტიკური თამაშების ნაწილი და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რა უფლება აქვთ ხელისუფლებას თუ ეს საქმე გახსნილია საზოგადოებამ ამის თაობაზე არ იცოდეს. ფიქრობ, შეიძლება გაქვთ ეს მოლოდინი თქვენი ყველა იმ ინფორმაციიდან გამომდინარე. არანაირი მოლოდინი რომ ეს ხელისუფლება რამე საქმეს და მით უმეტეს ასე რთულ საქმეს გახსნის ნამდვილად არ მაქვს. არ გაქვთ მოლოდინი რომ გახსნის, მაგრამ თუ გაქვთ მოლოდინი კი არა და ინფორმაცია იმის შესახებ თქვენი აი მთელი იმ წარსული ინფორმაციებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია დაიდოს არც თუ ისე შორეულ მომავალში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების სრულად ახლებური ვერსია, ანუ არა გარდაცვალების, არამედ მკვლელობის. მე რომ ასეთი ინფორმაცია მქონდეს, ან თუნდაც რაიმე დეტალი, რომელიც ასეთ ინფორმაციას არსებობაზე მიუთითებდა, რა თქმა უნდა, მე გამოძიებას ამის თაობაზე შევატყობინებდი. მე ნამდვილად არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან რთულია ასეთი საქმეების გამოძიება, მით უმეტეს, როდესაც წლებია გასული და როდესაც თუ ეს მკვლელობა იყო, რა თქმა უნდა, იქნებოდა მცდელობა, რომ დამალული ყოფილიყო, ესე ვთქვათ, მკვლელობის კვალი და მით უმეტეს რთულია გამოძიება და მით უმეტეს, ესე ვთქვათ, წარმოუდგენელი გამოძიების შედეგი, როდესაც მე ასეთ წარმოუდგენელ მართლა არაკომპეტენტურობას და უცადინარობას ვხედავ ხელისუფლების მხრიდან. თავის დროზე ეჭვი თუ გაგჩენიათ, როდესმე მაინც, აი როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ვიყავით პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ვერსია, როდესაც მოისმინეთ, ალბათ როდესაც გაეცანით იმ მასალებს, თქვენ სამართალმცოდნე ხართ თავად. პირველ ხანებში ნამდვილად არა, იმიტომ რომ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ასე ვთქვათ, მკვლელობის ვერსია, მაგრამ შემდეგში ეს ეჭვი ბუნებრივია გაჩნდა, თუმცა ხელმოსაკიდი მე არაფერი არ მქონია და შესაბამისად შემიძლია მხოლოდ 50%-იანი ალბათობით ვისაუბრო, რომ ეს იყო ან მკვლელობა, ან უბედური შემთხვევა. როგორც ჩანს ამ საქმეზე ძალიან სერიოზულად მიდის მუშაობა, ყოველ შემთხვევაში მე შეგახსენებ დაახლოებით 2 კვირის წინ თუ არ ვცდები, როდესაც პირველად დააპატიმრეს ძველი თბილისის გამგებელი და მისი მოადგილე ბატონი კობა ხარშილაძე, რომელიც იყო ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარისას ხაზი გაუსვა სწორედ თემას ასეც, რომ ისინი ნაციონალები არიან პანიკაში და მათ შორის იმიტომაც, რომ ჩვენ გახმაურებული საქმეების გამოძიება დავიწყეთ და ახსენა რაღაც კონტექსტში ჟვანიას საქმე. ჟვანიას საქმესთვის. ინგა, ეს არ არის თამაში. არ შეიძლება ესეთი რაღაცა. მე არ ვიცი ხა ბატონი ღარიბაშვილისთვის მე არ მომისმენია და ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ მაგ კონტექსტიდან გამომდინარე რა როგორ იყო, მაგრამ თუ ჟვანიას დაცვის უფროსი დააპატიმრეს ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, მაშინ უნდა ითქვას ეს, რომ ამ საქმისთვის არის დაკავებული. კაცი მართლა დააპატიმრო ბუჩქების დარგვა არ დარგვისთვის და სინამდვილეში ესე ვთქვათ გამოძიება გააგრძელო ჟვანიას თემასთან დაკავშირებით, ნუ ეს არის საზოგადოების უბრალოდ აბუჩად აგდება და ეს ნამდვილად არაფერს კარგს არ მოიტანს და არც სწორ შედეგს არ დააყენებს, გამორიცხულია უბრალოდ. კარგით, ისევ მინდა მიუბრუნდე იმ თემას, რომ ეს ყველაფერი ხდება უკვე ადგილობრივი არჩევნების წინ. განცდა, როდესაც უყურებ შორიდან როგორც არამონაწილე ერთთან მეორე მხარეს არის რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება თითქოს უკვე საარჩევნო ფაზაში შესული. ეს აწყობს ორივე მხარეს ინგა. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ეს არის სცენარი ორპარტიული სისტემის ჩამოყალიბებისა ქვეყანაში. მიუხედავად ამ დაჭერებისა და საერთოდ პოლიტიკა თქვენ იცით, მით უმეტეს, როდესაც ახლა ისეთ ძალასთან გვაქვს საქმე, როგორც ნაციონალური მოძრაობა, პარტყების გადმოყრას დიდად არ შეუშინდება ნაციონალური მოძრაობა და შეიძლება ეს პარტყები გადმოყაროს კიდეც იმისათვის, ვთქვათ, უგულავას მერაბიშვილის სახით, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში თავი გაიმართლოს, ასე ვთქვათ, გაირეცხოს, ნუ თითქმის გარეცხილია უკვე ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისი შედეგი მიიღოს. აი ეს დაპირისპირება, როდესაც თუნდაც დებატებში თქვენ ხედავთ, რომ ყოველთვის დებატებში შედან ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, რომ ითხოვდეს მარტო ქართულ ოცნებასთან დებატებს და სხვაზე უარს ამბობდეს, გასაგებია, მაგრამ ქართული ოცნებაც
ვარს ამბობს სხვა პოლიტიკურ ძალებთან დებატებზე და ნაციონალურ მოძრაობას ირჩევს. ეხლა ის რომ იყოს წინა პერიოდი შეიძლება ესე ვთქვათ განდიდებულმა ქართულმა ოცნებამ თქვას რომ სხვები ჩვენი დონის არ არიანო, მაგრამ ბოლო-ბოლო ეხლა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც ასე თუ ისე 10%-იანი შედეგი დაფიქსირდა, რამაც აჩვენა რომ ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა, რომელიც სრულად უთანასწორო ბრძოლაშიც კი ახერხებს 10%-ის მოპოვებას. ნებისმიერ დასავლურ ქვეყანაში 10%-იანი კი არა, 3-4%-იანი პოლიტიკური ძალის იგნორირება არ ხდება. არ ხდება არც გერმანიაში, არც საფრანგეთში, არც იტალიაში, არცად. ეს ხდება საქართველოში, იმიტომ რომ ორივე პოლიტიკურ ძალას აწყობს ორი პოლუსის ჩამოყალიბება, ეს აწყობს ქართულ ოცნებასაც და ნაციონალურ მოძრაობასაც. ნაციონალურ მოძრაობას ეს აწყობს იმისათვის, რომ დაჩაგრულის როლში გამოდიოდეს, ქართულ ოცნებას აწყობს იმიტომ რომ რა თქმა უნდა ქართულ ოცნებას არ აწყობს რომ ბურჯანაძე იყოს ოპონენტი. რატომ არ აწყობს ქართულ ოცნებას რომ იყოს მე ერთი უნდა იმიტომ რომ მე მაქვს ესე ვთქვათ კომპეტენციაც და უფლებაც რომ ქართულ ოცნებას შეცდომებზე მივუთითო და ნაციონალურ მოძრაობას არ კომპეტენცია აქვს, მაგრამ ამის მორალური უფლება არ აქვს და რაც არ უნდა ცამდე სიმართლე ილაპარაკოს ნაციონალურმა მოძრაობამ, მოსახლეობა ყველა შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში იხრება ქართული ოცნების მიმართ სიმპათიით. ამიტომ ქართული ოცნებისთვის ნაციონალური მოძრაობა არის იდეალური ესე ვთქვათ ოპონენტი და ამასობაში ისინი ვერ ხვდებიან რომ რეალურად ესე ვთქვათ მორიელი გადაყავთ მეორე ნაპირზე, რომელიც რა წუთში დაჭირდება იმ წუთში მათ ესე ვთქვათ დაგესლავს. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, იცით ეს რომ მარტო პარტიების პრობლემა იყოს, ინგა მე ამაზე ამდენ ნამდვილად არ ვისაუბრებდი, მით უმეტეს ახალი წლის წინა დღეებში. ეს პრობლემა შეიძლება კი არა დიდი ალბათობით უკვე ქვეყნის პრობლემა გახდება. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა იკრებს ძალას, ნაციონალური მოძრაობა ბედავს რომ დღეს ილაპარაკოს სამართლიანობაზე, ილაპარაკოს პატიმრებს როგორ ექცევა ქართული ოცნება. ძალიან ცუდია თუ ციხეებში კიდევ რაიმე ცუდი ხდება და ამას საგანგებო ყურადღების მიქცევა უნდა, მაგრამ ვის აქვს ნაციონალური მოძრაობიდან ამაზე ლაპარაკის უფლება? და ამას რომ ყველაფერს ბედავს ნაციონალური მოძრაობა, ეს არის სწორედ იმ გარიგების თუ მორიგების თუ ინტერესების თანხვედრის შედეგი, რომელზეც მე ახლა ვსაუბრობ. ბევრჯერ ახსენეთ სიტყვა გარიგება ნაციონალებსა და ოცნებას შორის და მართლა ხა დღეს უგულავამ ერთი სიტყვა თქვა და ნამდვილად არ მინდა ის სიტყვა ქართული ოცნების მიმართ გამოვიყენო, ხო მართლა იმბეცილები ხო არ არიან. როგორ შეიძლება მართლა ესე ხელი შეუწყო ნაციონალური მოძრაობის წამოდგომას ფეხზე, გათეთრებას, გარეცხვას ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. თქვენ მძანეთ რომ ჩვენ არ დავუშვებთო ამ გარიგებას რამდენჯერმე როდესაც ამაზე საუბრობდით. გეთანხმებით საპრეზიდენტო არჩევნებმა დააფიქსირა ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალა და არც თუ ისე დაბალი მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნებში. აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ, რას ნიშნავს არ დავუშვებთ? თუ გაქვთ გადაწყვეტილი უკვე მომავალი წლიდან დაუშვათ აქტიურად ჩაერთოთ იგივე იმ წინა საარჩევნო კამპანიაში, გულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მე ერთხელ დაგისვით ამ თემაზე შეკითხვა და თქვენ თქვით არაო, მაგრამ კიდე უნდა დაგისვათ, ხომ არ გადაგიწყვეტიათ შემთხვევით პირადად თქვენ იყაროთ კენჭი თბილისის მერის პოსტს? არა. რაც მაშინ გიპასუხეთ, იმას ვეთპასუხობთ ახლა, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენ ძალიან აქტიურად ჩავერთვებით, ინგა. ჩვენ ახლა ეს ერთი თვენახევარი პრაქტიკულად საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ესე უნდა მომეშველოთ მე მგონი. არა, უშავს მე შეგეშველები. ესე იმედია მხოლოდ ამ სტუდიაში არ გაქვთ დაცდილი, ცუდად მოსულ. რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, მაშასე რა ფორმით აპირებს ნინო ბურჯანაძე საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რამდენიმე წუთში. მაშასე განვაგზობთ გადაცემას, მე ისევ ნინო ბურჯანაძესთან გადავალ შემდეგი შეკითხვით, ქალბატონო ნინო, ანუ ამბობთ რომ მერობაზე არ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ მერობის კანდიდატი არ იქნებით, მაგრამ აპირებთ აქტიური ფორმით ამ წინა საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. აუცილებლად ინგა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დავაფიქსირეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომ ჩვენ ვართ ძალიან სერიოზული პოლიტიკური ძალა და რეალურად ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ესე ვთქვათ
სერიოზული შესაძლებლობა, რომ ეხლა წინააღმდეგობა გაუწიოს აი ამ გარიგებებს, რაც ხდება ნამდვილად ჩვენი პოლიტიკური ძალაა, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერიც გვეყოლება. ჩვენ ეხლა ეს თვენახევარი გამოვიყენეთ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იმისათვის, რომ სერიოზული რეორგანიზაცია დაწყებულიყო პარტიაში, ანუ პარტია გადაერთოს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, ახალი კადრები მოვიზიდოთ, ასე ვთქვათ, ანალიზი გავაკეთოთ არსებული რეალობის და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიქნებით მზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის. მე ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩაირთვება ის ბერკეტები, რა ბერკეტებიც იყო ჩართული და ეს არჩევნები არ იქნება სამართლიანი, ისევე როგორც არ იყო სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები. წარმოუდგენლად დიდი თანხები იქნება დახარჯული და ძალიან სერიოზული манипуляციები და გარიგებები იქნება ადგილებზე, იმიტომ რომ არ ეთყობა ქართულ ოცნებას, რომ აპირებდეს იმ, ესე ვთქვათ, მოთხოვნების რეალიზაცია საკანონმდებლობაზე თვალსაზრისით, რომელსაც თავად ითხოვდნენ, როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ, მაგრამ ამის და მიუხედავად მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები დღეს გაცილებით უკეთ ხედავენ რეალობას, ვიდრე თუნდაც 2 და 3 თვის წინ ხედავდნენ. დიახ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში ხელისუფლების მოსვლის შანსი ნამდვილად აღარ გაუჩნდეს. და რაც შეეხება ოცნებას, ანუ წინასწარ ხართ შეგუებული იმას, რომ ისევ გაიმარჯვებს ოცნების კანდიდატი, როგორც ეს მოხდა მარგველაშვილის შემთხვევაში. არა, მე არასოდეს არ ვეგუები. თქვენი კანდიდატი თუ გყავთ უკვე გადაწყვეტილი, ვინ იქნება, მე გადავწყვეტ აუცილებლად გაგაგებინებთ, რაც შეეხება იმას, ჩვენ არასოდეს არ ვართ შეგუებული დამარცხებასთან, ყოველთვის ვიბრძვით გამარჯვებისათვის, თუმცა პოლიტიკა და ცხოვრება ისეთია, ხან შეიძლება გაიმარჯვო და ხან შეიძლება სხვამ გაიმარჯვოს, მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა იქნება ისევე, როგორც ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ისიც დაინახა კიდევ ერთხელ, რომ არ შეიძლება ვინმეს ხათრით გადაწყვეტილებების მიღება, ინგა, იმიტომ რომ მე არ ვიცი, ხა მე ადამიანურად ნამდვილად მიჭირს ხოლმე მარგველაშვილზე, ასე ვთქვათ, ნეგატიური საუბარი, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ, რომ ქვეყანას ყავს პრეზიდენტი. რას ნიშნავს ვერ ვგრძნობ? მას შეკვეცილი აქვს პრინციპში უფლებები და მთელი ეს უფლებები არის გადასული პრემიერზე, არა? საკმარისი უფლებები აქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში პრეზიდენტი იგრძნობოდეს და თუნდაც იმ ტიპის განცხადებები არ კეთდებოდეს, რაც მან გააკეთა მავთუხლართებთან დაკავშირებით, როდესაც მან თქვა, რომ არ აქვს 21 საუკუნეში მნიშვნელობა სად გაივლის მავთუხლართები. მოდით ვკითხოთ დიდში, დვანში სხვაგან მაცხოვრებელ ადამიანებს, რომელთა ბაღებზე და სახლებზე გაიარა ამ მავთუხლართებმა, აქვს თუ არა ამ მავთუხლართების გავლის ადგილს მათთვის მნიშვნელობა. ამ ადამიანებმა საკუთარი ხელით აშენებული სახლები დაშალეს აგურ-აგურ ინგა და გადმოიტანეს მავთუხლართების აქეთ. და როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არ აქვს უფლება, არ აქვს მნიშვნელობა მას რა უფლებები აქვს, ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მავთუხლართები სად იქნებაო, ეს შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ აგერ გაგვიტაროს რუსთაველზე რუსეთმა მავთუხლართები. თუ არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ მისთვის აქვს მნიშვნელობა და იზრუნებს იმაზე, რომ მავთუხლართები რაც შეიძლება აქეთ გადმოწიოს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა ჩვენს ძვირფას ტელემაყურებლებს ეს ვუთხრა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები, როგორც არ იმართება. ჩვენ მივდივართ იმ გაჭაობისაკენ. ჩვენ მივდივართ იმ რეალობისაკენ, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე, ვლაპარაკობდეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარღვევებზე რეფორმების, ვლაპარაკობდეთ ქვეყანაში რეალურ ცვლილებებზე, რაც ესე სჭირდება ჩვენს ხალხს. ამის ნაცვლად ჩვენ მუდმივად ვართ წამოგებული ნაციონალური მოძრაობის ანკესზე, ხელისუფლება მყავს ამ შემთხვევაში მხედველობაში და შესაბამისად მთელი საზოგადოება და ქვეყანა და ჩვენ მივყვებით ნაციონალური მოძრაობის, უბრალოდ ხელისუფლება მიყვება ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგს. ეს ქვეყანას მიიყვანს მართლაც დაჭაობებულ პოლიტიკურ ცხოვრებამდე, იმიტომ რომ რეალურად დღეს ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში ნამდვილად არ არის, ამაში დამეთანხმება ნებისმიერი ადამიანი, ვინც კარგად ერკვევა, ან მეტნაკლებად ერკვევა პოლიტიკაში და თანდათანობით ქვეყანაში იგრძნობა, რომ ეს სახელმწიფოებრივი ნიშნები ქვეყანას სერიოზულად ეკარგება. რატომ მოდით ბოლო კითხვას დაგისვავთ, რატომ გაგიჩნდათ ესეთი განცდა, უნაროა ხელისუფლება მოქმედი ხელისუფლება რომ უნაროა, ამაზე ბევრი ვილაპარაკე მე დღეს ამ გადაცემაში და ეს ძალიან სამწუხაროა, თუმცა უნაროს მინდა იმედების მართვის კუთხით, როგორც მენეჯერი, გუნდზე მაქვს საუბარი, დაუშვათ ეკონომიკური მიმართულებით, სოციალური მიმართულებით, ყველა მიმართულებით, სამწუხაროდ. კარგით, ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატება მინდა გისურვოთ. შევხვდებით უკვე ალბათ მომავალ წელს, იმიტომ რომ ამ კვირის ბოლოს ვასრულებთ ჩვენს გადაცემას. კარგად ბრძანდებოდეთ.